მოგესალმებით, ჩემოძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება თებერვლის თვეში. პირველი თებერვალი გვაქვს სხვათა შორის იმბოლკის უმშვენიერესი დღესასწაული. ამ დროს ჰაერის სტიქია იღვიძებს და მოდით ვნახოთ თებერვლის თვეში რა გველოდება. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. და ნახოთ, აბა დავარიგებახლავე ვარიანტებს, რა გელოდებათ თებერვლის თვეში. რა გელოდებათ თებერვლის თვეში. პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. კვებსაც დავამატებთახლავე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო ვრცელი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. ასევე ველოდები თქვენს უკავშირს ლაიქების, კომენტარების სახით. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან და ვნახოთ თებერვლის თვის მთავარი ენერგიები, წამყვანი ენერგიები. არკანი ჩამოკიდებული კაცი. იცით, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ ის რომ პირველ რიგში ეს უფროსი არკანი გახლავთ, ამიტომაც გარკვეული ძლავრი ფაქტობრივად ფუნდამენტალური ცვლილებები იქნება თქვენს ქვეცნობიერში, თქვენს ცნობიერში. და რა გუთხით? პირველ რიგში რასაკვირველია, მსხვერპლის პოზიციიდან გამოდიხართ. ზოგადად ეს პერიოდი იანვრის თვე 22 დეკემბრიდან იანვრისთვის ჩათვლით დაახლოებით. ეს პერიოდი ჩვენ დედამიწელებს არ გქონდა არანაირი არც ერთი სტიქიების გვერდში დგომა. და რა თქმა უნდა ზამთრის ამ პერიოდში აბსოლუტურად ყველაფერი არის მიძინებული, ყოველი ენერგია არის მიძინებული, თავად ადამიანებიც თავს ცოტა უენერგიოდ გრძნობენ და ნახეთ პირველ რიგში თუ თქვენ თავს გრძნობდით უენერგიოდ, დაქანცულად, დემოტივირებულად, ამ ენერგიებიდან აუცილებლად გამოხვალთ. პირველ რიგში. ეს ერთი და მეორე, ზოგადად მსხვერპლის პოზიცია არ ნიშნავს მსხვერპლს. მსხვერპლის პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მსხვერპლის თვალსაზრისით უყურებს აბსოლუტურად ყველაფერს მის რეალობაში, საკუთარი თავი მიაჩნია მსხვერპლად და უჭირს საკუთარ თავზე, საკუთარ რეალობაზე პასუხისმგებლობის აღება. თქვენ შეიძლება ამას ბოლომდე ვერ აღიარებდეთ საკუთარ თავთან, მაგრამ აი სადღაც არის რა ეს ენერგიები თქვენში და ზუსტად ამ ენერგიებიდან გამოდიხართ უპირველეს ყოვლისა. თქვენ გეძლევათ мотивაციაც და ძალაც იმისათვის, რომ აიღოთ საკუთარ თავზე და საკუთარ რეალობაზე ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, გეძლევათ ენერგიაც, სასიცოცხლო და დაღლილობა რაღაც მსგავსი თუ იყო თქვენს რეალობაში, რა თქმა უნდა, ესეც რჩება მხოლოდ და მხოლოდ წარსულში. კარგით, ახლა ვნახოთ, დავამატოთ არკანები და ვნახოთ როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები თებერვლის თვეში და როგორ განვითარდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები. ასევე ვნახოთ ერთი არკანით რჩევა პირველი ვარიანტისათვის თებერვლის თვეზე. რჩევა. და პირველი ვნახოთ ფინანსებზე რა გელოდებათ არკანი კვერთხების დედოფალი. გადასარევი არკანი არის, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, მაქსიმალურად ჟარგონს გამოვიყენებ და ხოძე იქნებით, მაქსიმალურად ცეცხლოვანი ენერგიები ფიგურირებს თქვენს რეალობაში. აქ არის როგორც თავდაჯერებულობა, ასევე არის ფინანსური ენერგიასთან მაქსიმალურად სწორი და შემოქმედებითი დამოკიდებულება. განსაკუთრებით აქტუალური არის მათთვის, ვინც არის დაკავებული შემოქმედებით და შემოქმედებითი სფეროს მეშვეობით შოულობს ფულს, ხო? თქვენთვის თებერვლის თვე იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, საკმაოდ ახსოვსე შემოქმედებითი ენერგიებით, მოდის ძალიან ბევრი ახალი იდეები, ფინანსური ენერგია არის სტაბილურობაში და სიმყარეში, სავსებით შესაძლებელია მოულოდნელი რაღაც გარკვეული ბონუსებიც იყოს აქ.
თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება და შემოქმედებითი ენერგია იქნება გამოღვიძებული. ზოგადად შემოქმედებითი ენერგია არის ძალიან დიდ კავშირში ფინანსურ ენერგიასთან, იმიტომ რომ შექმნითი ენერგია არის, ხო, ლოგიკური არის. ამიტომაც აქ თქვენ არა უბრალოდ მოტივაციაში იქნებით და არა უბრალოდ შემოქმედებით ენერგიებში, არამედ რა თქმა უნდა თქვენს ფინანსებზეც ეს ძალიან პოზიტიურად და მყარად იმოქმედებს, ძალიან ცეცხლოვნად იმოქმედებს. ამიტომაც ფინანსების კუთხით საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ. ნახოთ ახლა სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით რა ელოდება პირველ ვარიანტს. და აქ ამოვიდათ ასების ტუზი. ეს არ არის არც პოზიტიური არკანი, არც ნეგატიური არკანი. პირველ რიგში აქაც იგრძნობა ძალიან მძლავრი შემოქმედებითი ენერგიები, სხვათა შორის. ვისაც არ ყავთ პარტნიორი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, აქ ძალიან დიდი ალბათობით თქვენს რეალობაში გამოჩნდება ვიღაც ახალი ინტერესი, უფრო სწორად, ახალი ურთიერთობების სურვილებით შეიძლება იყოს აქ ნამდვილად. ხოლო ვინც ხართ უკვე ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ აქ იქნება ახალი ენერგიების გამოღვიძება, მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთგაგება, მაგრამ ამავდროულად იქნება მეტად ემოციური პერიოდი. პირველი ვარიანტი თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობებისათვის იქნება აქ ძალიან ემოციური პერიოდი. და ეს ემოციური პერიოდი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს როგორც ძალიან კარგი, საინტერესო შემეცნებითი, სადაც ძალიან ბევრ სიყვარულს ხებულობთ, სადაც ძალიან ბევრ ყურადღებას ხებულობთ, ასევე შეიძლება იყოს ცოტათი დამღლელი, დამქანცველი, მეტი ემოციების ამოფრქვევები იყოს აქ. ამიტომაც ამ კუთხითაც ცოტა მზად იყავით და ემოციებს რაც შეეხება, მე იმას არ გეტყვით, რომ ან თავის შეიკავეთ, ან ის გააკეთეთ, ან ეს გააკეთეთ მეთქი, იმიტომ რომ თავის შეკავება ძალიან ცუდი არის ემოციებისთვის, როგორც მინიმუმ, ხო? უბრალოდ გეტყოდით იმას, რომ ემოციური თვალსაზრისით ცოტა ფრთხილად იყავით და მაგალითად თუ თქვენმა პარტნიორმა ან პოტენციალურმა პარტნიორმა გაგაბრაზეთ, ნერვები მოგიშალათ, სანამ რაღაცას ეტყვით, მანამდე კარგად დაფიქრდით, ხო? და რჩევა პირველი ვარიანტისათვის თებერვლის თვეზე. ვნახოთ აბა რჩევა პენტაკლების რაინდი. რჩევა იქნება ის, რომ თუ თქვენ არ გაქვთ ხოლმე გადანახული ფინანსები, დაიწყოთ აუცილებლად ფინანსური ენერგიების ცოტ-ცოტა გადანახვა, თუნდაც ეს იქნება 5-5 ლარი. თუნდაც ეს იყოს არ ვიცი 2-2 ლარი, მაგრამ აი ცოტ-ცოტა ყოველი ხელფასიდან ან შემოსავლიდან თქვენ როგორც გენდომებად, თქვენ როგორც გაგიჩნდებათ სურვილი, აუცილებლად დაიწყეთ შეგროვება. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ზუსტად პირველი თებერვლიდან დაიწყეთ შეგროვებას. იმიტომ რომ ეს თქვენს ფინანსურ ენერგიაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს. ასევე ეცადეთ რომ ფინანსურ ენერგიას მეტი სიყვარულით შეხედოთ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს და რაც გულისხმობ მეტი სიყვარულით. გულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში ფინანსური ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პერიოდულად საკუთარი თავი წაანებივროთ, ამიტომაც ეს თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა შეინარჩუნოთ ანალიტიკური აზროვნება და რა თქმა უნდა გაუფრთხილდეთ, ხო, თქვენს ფინანსურ ენერგიას. ანუ ამ ორ შორის უნდა იპოვოთ გარკვეული ბალანსი. სულ ეს არის შემოძვირფასო მეგობრებო პირველ ვარიანტო და გადავიდით ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ნახოთ აბა თქვენ რა გელოდებათ თებერვლის თვეში და თქვენთან აქ ამოვიდა არკანი თასებისათიანი. ნუ ემოციებით ახსოვსე პერიოდი გელოდებათ. თქვენთანაც იგივეს ვიტყოდი, რომ თუ თქვენ ახლო წარსულში თავს გრძნობდით უენერგიოდ, დაღლილად, დაქანცულად, აქ ეს ყველაფერი უბრალოდ დაგავიწყდებათ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ისევ და ისევ ჟარგონს გამოვიყენებ, მაქსიმალურად ხოძზე იქნებით, მაქსიმალურად ახსავსე იქნებით ენერგიებით, მაქსიმალურად ახსავსე იქნებით სხვათა შორის ძალიან სასიამოვნო ემოციებით. აქ თქვენს ირგვლივ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ახალი კომუნიკაცია მოდის თქვენს რეალობაში, თქვენს ცხოვრებაში, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი სოფლმხედველობის გაფართოება მოდის, ახალი ემოციური შთაბეჭდილებები. და რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ ამ არკანის მინუსი რაღაც მომენტში შეიძლება იყოს ის, რომ გადაღლილი იყოთ, გადაიღალოთ რაღაც მომენტში ზედმეტად ბევრი ემოციებისა და შთაბეჭდილებებისგან, ამიტომაც ნუ დაგავიწყდებათ დასვენება ადამიანებისგან, კომუნიკაციებისგან, თუნდაც არ ვიცი ორ კვირაში ერთხელ მაინც, ხო? ნუ დაგავიწყდებათ და ნუ დაგავიწყდებათ ემოციური ბალანსი. ანუ
არ გეუბნებით იმას, რომ თავი უნდა შეიკავოთ, ან ის უნდა გნათ, ან ეს უნდა გნათ, უბრალოდ თქვენს ემოციებს მეტად გავფრთხილდით, იმიტომ რომ აქ პროვოკატორებიც იქნებიან საკმარისად. კარგით, დავამატოთ ახლა არკანები და ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს თებერვლის თვეში. ფინანსების კუთხით, სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით და რჩევა მეორე ვარიანტისათვის თებერვლის თვეზე. და ვიწყებთ რა თქმა უნდა ფინანსური ენერგიით, ფინანსური ენერგია პენტაკლების 10-იანი, მეგობრებო, 10-იანი და 10-იანი, თასების 10-იანი, პენტაკლების 10-იანი. ასეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თქვენ თებერვლის თვეში იქნებით აბსოლუტურად ყოველი ცხოვრების ასპექტით კმაყოფილი 100%-ით, ემოციურადაც, ფინანსურადაც, იმიტომ რომ აქ მოდის ფინანსური არა უბრალოდ სტაბილურობა, არამედ ძალიან ისეთი ოჯახური ბარაკის ზრდა, ოჯახური სიმყუდროვე, ოჯახური ბარაკა, თავად, ფინანსური ძალიან მძლავრი სტაბილურობა, ვისაც ყავთ ოჯახი, აქ აუცილებლად იქნება როგორც თქვენი მხრიდან, ასევე ოჯახის წევრების მხრიდანაც ფინანსური გვერდში დგომა. ასევე დავამატებთ იმას, რომ ფინანსების კუთხით აქ იქნება როგორც სიმყარე, ასევე იქნება რაღაც გარკვეული თავდაჯერებულობა, თავდაჯერებული იქნებით თქვენს ფინანსურ ენერგიაში და თქვენს კარიერაში. და 10-იანები, მეგობრებო, ძალიან სასწაული გაშლა არის მეორე ვარიანტი. ძალიან კარგი ენერგიები არის თქვენთვის თებერვლის თვეზე. ოჯახის კუთხითაც ახსოვსე იქნებით საკმაოდ კარგი ენერგიებით, ძალიან კარგი დადებითი ემოციებით ოჯახში, ვისაც ყავთ, რა თქმა უნდა, იქნება მეტი ურთიერთგაგება, მეტი კომუნიკაცია, მეტი სითბო. ოჯახს გარეთაც ჩანს ბევრი კომუნიკაციები და ფინანსების კუთხით სადარდებელი არ გაქვთ არაფერი კი არა, რასაც ქვია საკმაოდ კარგად იგრძნობ თავს. ერთადერთი დავამატებთ იმას, რომ თუ თქვენ დაუშვათ გსურდათ თუ თქვენ უკვე ამ ეტაპზე ყიდით, ან ცდილობთ რომ იყიდოთ, დაუშვათ ან ბინა, ან სახლი, ან მანქანა, ან გაყიდვას ცდილობთ, ამ კუთხითაც იქნება სხვათა შორის გამარჯვება სიტუაციაზე. ანუ თუ ყიდვა გსურდათ იყიდით, თუ გაყიდვა გსურდათ გაყიდით. თუ რა თქმა უნდა უკვე არის ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული თუნდაც მცირედი ფუნდამენტი. ნახოთ ახლა სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით რა მოდის, სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით ამოვიდათ ასების 6-იანი გადასარევი არკანი, ნოსტალგიური ემოციები, ძალიან დადებითი ემოციების მიმოცვლა ადამიანებს შორის, ძალიან თბილი კომუნიკაცია, ბავშვური კომუნიკაცია, კომუნიკაცია, სადაც ადამიანები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ, სადაც ადამიანები ერთმანეთთან არიან თავისუფლად, მყუდროდ, ბავშვებივით თავისუფლად გრძნობენ თავს, ხო? თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე პარტნიორი არ ყავთ, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ აქ იქნება გარკვეული ყურადღების ჟესტები, იქნება რაღაც გარკვეული ინტერესები, თუმცა რა თქმა უნდა ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, ხოლო თუ თქვენ ყავთ პარტნიორი, აქ პარტნიორთან იქნება მეტი ჰარმონიული ენერგია, მეტი ურთიერთგაგება. და ნახოთ ახლა რჩევა მეორე ვარიანტისათვის თებერვლის თვეზე და კვერთხების 6-იანი. მეგობრებო, შეხედეთ უბრალოდ რა სასწაული გაშლა არის. 10-იანები და 6-იანები. თასების 10-იანი, პენტაკლების 10-იანი და თასების 6-იანი და კვერთხების 6-იანი უკაცრავად. ძალიან სასწაული გაშლა არის გამეორებითი ციფრები, ძალიან თუ რასაც ქვია გადასარევი პერიოდი გელოდებათ თებერვლის თვეში. კვერთხების 6-იანი რჩევა თქვენთვის არის ის, რომ მეტად გამოაღვიძოთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა. დიახ, ხელოვნურადაც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ამას რომ მიმართოთ, ფსიქოლოგიურ ხრიკებსაც შეგიძლიათ მიმართოთ. იმიტომ რომ თავდაჯერებულობა თქვენთვის აქ იქნება ერთ-ერთი პატარა ესეთი გასაღები თებერვლის თვეში. მეც აქ ნამდვილად ვეღარ დავამატებ, მეორე ვარიანტი თქვენს მაგივრად ძალიან მაგრად მიხარია. დაგემშვიდობებით ყველას, წარმატებები, ბედნიერი ნაყოფიერი თვე და ნახვამდის.